უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ამ თარიღმა განაპირობა ბევრი რამ ჩვენს წარსულში, აწმყოშიც და განაპირობებს მომავალში. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი რაც ახლა ყველაზე მეტად გვაქვს საბრძოლველი არის ის, რომ ჩვენი საზოგადოება გავანთავისუფლოთ და განთავისუფლოთ ჩვენი საზოგადოება ტოტალიტარული აზროვნებისგან. ეს არის ყველაზე ძიმე შემაფერხებელი, რაც ჩვენ საზოგადოებას უშლის გაიხედოს წინ და გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი, რისთვისაც უამრავმა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში თაობებმა გაიღო სისხლი. მე ვერ ხვდები ისინი, ვინც რუსეთისკენ იყურება, რატო ზეიმობენ ამ დღეს და რა мотиваცია აქვს, მაგას ვერ ხვდები. შესაბამისად აქ ვართ, იმიტომ რომ ეს დღე არის მოპოვებული იმ ადამიანების, ვინც თავი დაძდო ამ ქვეყნისთვის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს მონაპოვარი. და არ უნდა მივატოვოთ ეს ქვეყანა ამათ ხელში, ვისაც რუსეთი უნდა და რუსეთში მიგვაქანება. მუსიკოსი ქემა მსახიობი რეჟისორი მნიშვნელობა არ აქვს. სათქმელი არის ერთადერთი, რომ კულტურა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და რეპრესიებს არავიტან და დამოუკიდებლობის დღეს ერთად მარშით ჩავალთ. და ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ზუსტად აი ამ დღის ხორცის შესასხმელად ვიბრძვით რეალურად, ჩვენ რომ რეალურად მივიდეთ ამ მიზნამდე, რასაც აღვნიშნავთ დღეს. მე ულოცავ ჩემს სამშობლოს, საქართველოს, ქართველებს, ყველას, განურჩევლად ყველას. იქით დგოს, აქეთ დგოს, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და რამენაირად უნდა მივიყვანოთ ეს ამბავი ბოლომდე. ის, რასაც დღეს აკეთებს რუსეთი, სამწუხაროდ ისევ შინაურების და ქართველების დახმარებით, უნდა დამთავრდეს რა. აი ახლა არის ეს სიტუაცია და ეს ვითარება. ეხლა თუ გაგვექცა ეს ხელიდან, აღმოჩნდებით ისევ მრავალწლიან უბედურებაში. ასე რომ გავერთიანდეთ ყველა ჩვენი სამშობლოს გარშემო რა.